მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით როგორც იქნა AI Pulse Georgias მომდევნო ტუტორიალით, მომდევნო ეპიზოდით და ესე ომახიანად, იმიტომ რომ ძალიან მომენატრე და ძალიან მინდოდა რომ მალე ჩამეწერა ეს ტუტორიალი, ცოტა გამეწელა, როგორც ყოველთვის თავს ვიმართლებ ხოლმე თქვენს წინაშე ბოდიშებს გიხდით, მაგრამ ნუ სხვა გამოსავალი არ არის. უფრო სწორად, ჩემი აზრით, რაღაცნაირად ახსნადია. მე ცოტა სხვანაირად მქონდა დაგეგმილი მთელი იანვარი, თებერვალი ტუტორიალებთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაცა მოხდა AI სამყაროში და ისე შეიცვალა რაღაცა სიტუაციები, იმდენი ახალი აპდეიტი გამოვიდა, იმდენი რაღაცა დაიდროპა, რომ სიმართლე გითხრათ მეგობრებო, გადავწყვიტე რომ ცოტა შემენელებინა ტემპი, ცოტა მეტად დაუფიქრებულიყავი, კარგად დამეტესტა სხვადასხვა ხელსაწყო, სხვადასხვა პლატფორმა და ბევრად უფრო მომზადებული მოხსულიყავი თქვენთან და არა ისე რომ რაღაცა ჰაიპს ავყოლილიყავი, ნაჩქარევად რაღაცა განცხადებები გამეკეთებინა და ცოტა შეცდომაში შემეყვანეთ. აქედან გამომდინარე, ცოტა მოვიცადე, ცოტა დავლაგდი, რაღაცა საკითხები მოვაწესრიგე და ჩემი აზრით, ეხლა უფრო სიგრძნეულად განვიხილავთ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხებს. ხო, და მოვიწყდა მე თქვა AI აგენტებს შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ტუტორიალი და არა რაღაცა სხვა თემას. AI აგენტებია დღევანდელი დღე და ამ თემის გარშემო ვტრიალებთ თავიდან ბოლომდე. კერძოდ კი შეეხება N8-ს, რაზეც ჩვენ უკვე პირველჯერ გვისაუბრია და მის უდიდებულესობა თუ მისტერ უდიდებულესობა თუ ორივე ერთად, თუ მთელი სამეფო კარი, არ ვიცი, ეს არის Anthropic-ის კლოდი და კერძოდ კლოდ კოდი, რომელიც თქვენ იცით, რომ ყველა სოციქსერში ამაზე ვსაუბრობ და ამ გახსენებაზე, რა თქმა უნდა, გამომიწერეთ მეგობრებო, ყველა არხზე, YouTube, LinkedIn, TikTok, Instagram, Facebook, თორნიგე ბოლოკაძე ან მადონა ტაბატაძე, ან AI Pulse Georgia შეგიძლიათ ასეც მოძებნოთ ჩვენი გვერდი, ყველგან ვაქტიურობთ და ამ კიდე ერთ გახსენებაზე რაღაცა მოვიწყდებოდა, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რადგანაც ჩვენ YouTube-ზე ვართ უკვე 5000 გამომწერი ყავს და აი უზომოდ მიხარია მეგობრებო, რადგანაც ვიღებთ თქვენს გამოხმაურებებსა და მხარდაჭერას და მაძლიერებს და ბევრად უფრო დიდ მოტივაციას მძენს, როგორც მე, ასევე მადონასაც და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწერეთ. ჩვენ YouTube-ზე არ ვიყავით ბევრნი, ცოტა შენელებული გქონდა ზრდის ტემპი, მაგრამ მე დაგპირდით, რომ სიტუაციას აუცილებლად შევცვლიდი და ასეც მოვიქეცი, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ძალიან გავზარდოთ ჩვენი პლატფორმა და აი საჯაროდ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და ძალიან ბევრს ვიშრომებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქართული AI Pulse Georgias არხი გავიდეს გლობალზე და იყოს ძალიან საპატივცემულო საგანმანათლებლო არხი ყველა სოციმედია პლატფორმაზე. არ ვიცი მეგობრებო, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, არც თქვენ არაფერს არ გთხოვთ ერთადერთი გამოხმაურებისა და უკავშირის გარდა. პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, უბრალოდ მუღამი მაქვს. აი, ეგეთი ადამიანი ვარ, ბევრი რაღაცის მუღამი მაქვს, მეც და მადონასაც. უბრალოდ გვინდა რომ რაღაცებს მივახციოთ და რაღაცები გავაკეთოთ ძალიან წარმატებით და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ვიყოთ ძალიან სიღრმისეულები და ძალიან სერიოზულად განვითარებულები. ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენი საქმით დავამტკიცოთ რა თემაზეც ვართ მოდებული რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ძალიან მაღალ ხარისხში და ძალიან ღრმად. გამოგდის ყველაფერი ასე ყოველთვის? არა მეგობრებო, არ გამოგდის. მე ამასაც გულწრფელად გიზიარებთ ხოლმე, როცა რაღაცა შედარებით დაბალი ხარისხია, ან როცა რაღაცა შეცდომას უშვებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გეზი და მთავარი მიზანი გვაქვს სწორედ ამისკენ, რომ ყველაფერი ვაკეთოთ მიზნობრივად და სიღრმისეულად. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ თემას ამ პირველი საკითხის მიმოხილვის მერე და გადავიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე, რადგანაც გარკვეული თეორიული შესავალი დაგვჭირდება, სანამ ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე გადავალთ და პრაქტიკული საკითხი გაგახსენებთ, რაც არის, ეს არის N8-ის ჩვენი აგენტური ნაკადი დიდი, გრძელი, რომელიც დავიწყეთ და ვერ გავედით ბოლოში, რადგანაც როგორც გითხარით უკვე აირია რაღაცები, უფრო სწორად რაღაცები შეიცვალა და საჭირო გახდა ჩემი სხვანაირი ჩართულობა, თუმცა აუცილებლად მე ის ბოლომდე უნდა მივიყვანო. მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენ საუბარი, რადგანაც
როგორც გითხარით, უკვე რაღაცა შესავალი დაგჭირდება და თეორიული მიმოხილვა, რომ აგიხსნათ იდეები და მნიშვნელოვანი ჰინტები მოგცეთ თუ რა ხდება რეალურად ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, კერძოდ კი აგენტური ავტომატიზაციების მიმართულებით. AI აგენტები, ავტომატიზაციები და აგენტური ძალიან დიდი სამუშაო ნაკადები. მეგობრებო, ამ მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში ჩათვალეთ, რომ რაღაცა დიდი ტექტონიკური ძვრები მოხდა. რადგანაც ერთი მხრივ ჩვენთვის ნაცნობი მოდელი N8N ძალიან გაძლიერდა, ახალი აპდეიტები ქონდა, ბევრი რაღაცა დაემატა და მეორე მხრივ ისედაც ძლიერი Claude კოდი ძალიან გაძლიერდა და აპდეიტ და ძალიან ბევრჯერ და აბსოლუტურად ახალი სიტყვა თქვა, სხვადასხვა ინტერფეისში, სხვადასხვა კოდ ედიტორში, სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი ეს და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ორი სხვადასხვა რაღაცის. ერთი მხრივ რომ თავად Claude კოდშიც განგვევითარებინა ჩვენ აგენტური სამუშაო ნაკადები და მეორე Claude კოდის დახმარებით ბევრად უფრო მარტივად და მოკლე ხანში N8N-ში აგვეწყო შესანიშნავი აგენტური სამუშაო ნაკადები. ანუ რეალობა შემდეგია. შეგვიძლია AI აგენტური სამუშაო ნაკადების მიმართულებით ვიმუშაოთ ორი სხვადასხვა პლატფორმით, ეს არის N8N და ეს არის Claude კოდი, თუმცა ეს ორი პლატფორმა არქიტექტურულად ერთმანეთისგან განსხვავებულია. N8N პოზიციონირებს როგორც ღია კოდის მქონე, ანუ open source ჰიბრიდული ვიზუალური ორკესტრაციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს დაბალკოდიან low code interface სრული პროგრამირების, ანუ full code შესაძლებლობებთან. მეორე მხრივ, Anthropic-ის მიერ შემუშავებული Claude კოდი წარმოადგენს ტერმინალზე დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის მშობლიურ ავტონომიურ აგენტს, AI native, რომელიც მიმართულია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისკენ და სისტემური არქიტექტურის მართვისკენ. ამ შესავალ სიტყვაში მინდა მკაფიოდ და ზუსტად განვიხილო ამ ორი პლატფორმის, ორი სხვადასხვა ინსტრუმენტის, სხვადასხვა შესაძლებლობები, ეკონომიკური მოდელები, კორპორატიული უსაფრთხოების სტანდარტები, რათა ჩვენს ორგანიზაციებში შევძლოთ მათი გამოყენება და პრაქტიკული გამოყენების შემთხვევები, რათა დადგინდეს მათი სტრატეგიული უპირატესობები და მათი ნაკლოვანებები სხვადასხვა ოპერაციულ სცენარებში. N8N ისტორიულად წინა ხანებში განიხილებოდა ისეთი ინსტრუმენტების უკეთეს ჩამნაცვლებლად და სერიოზულ ვარიანტად, როგორიცაა Zapier და Make.com, რომელიც ავტომატიზაციის ინსტრუმენტები არიან, მაგრამ N8N-თან შედარებით საბოლოო ჯამში ბავშვები არიან. თუმცა საწარმოო ავტომატიზაციის კუთხით, როგორც გითხარით, დეკემბერ-იანვარში იმდენად განვითარდა N8N, რომ ბევრად უფრო მეტი ამბიცია შეიძლება გააჩნდეს. უახლესი ამ განახლებების შედეგად N8N გარდაიქმნა სრულყოფილ ავტონომიურ ორკესტრირების ფენად. ამ პლატფორმას უკვე გააჩნია უნარი, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს დეტერმინისტული პროგრამული ლოგიკა დიდენობრივ მოდელებზე, LLM-ებზე დაფუძნებულ ალბათურ გადაწყვეტილებებთან. თუმცა ცოტა სხვანაირ გადაწყვეტას და სხვანაირ გზებს გვთავაზობს Claude კოდი ამ შემთხვევაში, თუ კი N8N აშენებს ლოგიკურ ხეს და AI არის ამ ხის ტოტების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, Claude კოდის შემთხვევაში თავად ხელოვნური ინტელექტია როგორც არქიტექტორი, ასევე შემსრულებელიც. Claude კოდის მოხმარება შეგვიძლია Claude desktop app-დან, ასევე ჩვენი კომპიუტერის ლოკალური ტერმინალიდან და ასევე სხვადასხვა კოდის რედაქტორებში. VS კოდი იქნება ეს, კურსორი თუ სხვა სპეციალურად ჩაშენებული გაფართოების გზით. ამ პირდაპირი წვდომით აგენტს უკვე შეუძლია შემდეგი პუნქტების დაკმაყოფილება. ფაილური სისტემის მართვა, ანუ წაიკითხოს, დაარედაქტიროს და შექმნას ახალი ფაილები არსებული პროექტის დირექტორიაში. მეორე, შეასრულოს ბრძანებები, ანუ ავტონომიურად გაუშვას ტერმინალის ბრძანებები, shell commands, მოახდინოს დამოკიდებულებების dependencies ინსტალაცია და მართოს სერვერული პროცესები. და მესამე, აგენტს შეუძლია ტესტირება და დებაგინგი, ანუ გაუშვას ავტომატიზირებული ტესტები და წარუმატებლობის შემთხვევაში კოდის ანალიზის საფუძვლად თავადვე შეიტანოს შესწორებები კოდის ტექსტში.
სანამ წარმატება არ დადგება. ინტეგრაციები სხვა ხელსაწყოებთან ორივე ამ პლატფორმებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. მაგრამ მათი განხორციელების გზები ამ პლატფორმების შემთხვევაში ცოტა სხვადასხვაა. ინდუსტრიის სტანდარტად ქცეული მოდელის კონტექსტის პროტოკოლი MCP ორივე სისტემაში აქტიურად გამოიყენება და ძალიან გვჭირდება. N8-ი ფლობს 1000-ზე მეტ მზა ინტეგრაციულ კვანტს, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია. ეს ჩამონათვალი მოიცავს თითქმის ყველა პოპულარულ CRM სისტემას, საკომუნიკაციო არხს, მონაცემთა ბაზას თუ საკომუნიკაციო არხს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ უწევს API დოკუმენტაციის კითხვა, საკმარისი ავტორიზაციის გავლა და გრაფიკულ ინტერფეისში ველების შევსება. გარდა ამისა, N8-ი ემსახურება როგორც MCP სერვერი სხვა სისტემებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ გარე LLM-ს შეუძლია გამოიძახოს ნებისმიერი ინტეგრაცია N8-დან. რაც შეეხება Cloud Codes, მას არ აქვს როგორც მოგეხსენებათ წინასწარ შექმნილი კვანძები, რაც N8-ში გვხდება. სამაგიეროდ მისი ინტეგრაციების შესაძლებლობები განისაზღვრება კოდის გენერაციის სასწაული უნარით. თუ რომელიმე პლატფორმას საჯაროდ გამოდგმული აქვს API დოკუმენტაცია, Cloud-ს შეუძლია მოძებნოს თავად ვებში, დაწეროს სკრიპტი და დაუკავშირდეს. დატესტოს პასუხები და შექმნას მასზე მორგებული ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, Cloud კოდი მათი მოგონილია და მხარს უჭერს MCP ინტეგრაციებს. რაც მას აკავშირებს უკვე შიდა თვალთვალის სისტემებთან, მაგალითად Issue Trackers, GitHub-თან და მონაცემთა ბაზებთან. რითაც ის უკვე ხდება სრულფასოვანი საინჟინრო ეკოსისტემა. N8-ი იყენებს მულტიაგენტური ორკესტრირების ზედამხედველობით მოდელს, ანუ იერარქიულს. ამ მოდელში არსებობს ერთი მთავარი აგენტი, ორკესტრატორი, ის არ ასრულებს უშუალოდ დავალებებს, არამედ ის აანალიზებს სიტუაციას, პრობლემას და ანაწილებს ქვეაგენტურ ნაკადებზე ამ თემას მთლიანად. მაგალითად, შემომავალი პოსტის დამუშავების სამუშაო ნაკადი. სადაც ზედამხედველობითი აგენტი იღებს უბრალოდ ამ წერილს, თუ ეს წერილი მოითხოვს კონკრეტულ ტექნიკურ ინფორმაციას, მოუმხობს სხვა აგენტს, RAG აგენტს, სადაც ტექნიკური სპეციფიკაციები, შიდა ოპერაციული გეგმებია გაწერილი და ამოიღებს იქიდან ინფორმაციას. თუ კლიენტის შესახებ ბაზაშია ცვლილება შესატანი, ამ შემთხვევაში CRM აგენტურ ნაკადს მოუმხობს და იქ განახორციელებს გარკვეულ ცვლილებებს. თითოეული ქვეაგენტი უბრუნებს პასუხს მთავარ ორკესტრატორს. მთავარი ორკესტრატორი კი მიღებული შედეგებიდან იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიდგომაში მთავარი ის არის, რომ ტოკენების ეკონომია ხდება. რადგანაც თითოეული ქვეაგენტი იღებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ კონკრეტულ კონტექსტს, რომელსაც ამუშავებს. ანუ მთლიანად სისტემა მუშაობს უფრო იაფად და სწრაფად. რაც შეეხება Cloud Codes, აქ უკვე სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა. ჯერ ერთი ამ ბოლოს დაემატა Agent Team, ძალიან მაგარი რაღაცა, რომელსაც ცოტა ხანში განვმარტავ თუ რა არის. მეორე, მას გააჩნია ჰორიზონტალური კოორდინაცია. ანუ, Cloud-ის ახალი ეს ფუნქცია, Agent Team, რომელიც თებერვალში დაამატა 5 თებერვალს თუ არ მეშლება, წარმოადგენს ჰორიზონტალური კოორდინაციის პატერნს. იერარქიული მოდელებისგან განსხვავებით, Cloud კოდი Agent Teams აგენტურ გუნდს აძლევს საშუალებას ერთდროულად იმუშაონ, რომელშიც 10 სხვადასხვა აგენტი შედის. ამ გუნდში თითოეულ აგენტს გააჩნია თავისი უნიკალური როლი. მაგალითად, მთავარი არქიტექტორი, მონაცემთა მკვლევარი, ტესტირების ინჟინერი და სხვა. და თითოეულს გააჩნია დამოუკიდებელი მეხსიერების ფანჯარი. გუნდის წევრები, ეს აგენტები, ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან. არ შეგეშალოთ, ადრეც არსებობდა საბაგენტების ცნება Cloud კოდის შემთხვევაში, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ის ცოტა უფრო იერარქიული იყო. ყველა აბარებდა ანგარიშ მთავარ აგენტს, ერთმანეთთან არ კომუნიცირებდნენ და ცოტა სხვა მოწყობის სტრუქტურა იყო. ეს ახალი Agent Team მოდელი ბევრად უკეთესია. უბრალოდ ძალიან ხარჯიანია. თუ გაქვს გამოწერილი $20 მოდელი, ფაქტობრივად ვერ მოიხმარ ამას ამ ფუნქციას, იმიტომ რომ ძალიან მალე დაგალიმიტებს და არათუ $20, $100 პაკეტზე შეიძლება რომ მალე დალიმიტდე. ამ სისტემის სიმძლავრის სადემონსტრაციოდ ანთროპიკის მკვლევარებმა ჩაატარეს სპეციალური სტრეს ტესტი. 16 აგენტისგან სპეციალურად შექმნილ გუნდს დაევალა C კომპილატორის დაწერა.
რომელიც ოპერაციული სისტემის Linux-ის ბირთვს აკომპილირებს. რა თქმა უნდა, ნულიდან ამისი გაკეთება. და შედეგი, სისტემამ ადამიანის მინიმალური ჩარევით დაახლოებით 2000 სესია შეასრულა და წარმატებით შექმნა დაახლოებით 100,000 სტრიქონიანი სამუშაო კომპილატორი. თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მეგობრებო, და ეს პროექტი პირდაპირ გეტყვით დაჯდა დაახლოებით $20,000 ტოკენები ასე დაანგარიშდა. რომ შევაჯამოთ, ესეთი აგენტური გუნდები ფოკუსირებულია და საჭიროა მაღალი სირთულის ინტელექტუალურად მოთხოვნა დამოცანებზე, სადაც უბრალოდ ხარისხი და პარალელური მსჯელობა გადაწონის ოპერაციულ ხარჯებს. მოკლედ, ეს ძალიან მცირე მიმოხილვა, თუმცა კიდე მეტ დეტალში ჩაღრმავებაა საჭირო და მეტად განხილვა ამ თემის, რადგანაც ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მათ შორის მეც მეკითხებოდით ბევრი თქვენგანი, გავრცელდა ესეთი შეხედულება, რომ N8-ი მოკვდა, მხოლოდ კლოდ-კოდია წამყვანი, სრული გაუგებრობა, საერთოდ აღარ ვისწავლოთ N8-ი, მხოლოდ კლოდ-კოდი ვისწავლოთ. მოკლედ, მსგავსი შეხედულებები გავრცელდა და საკმაოდ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. შესაბამისად, ამ ნაწილში მე მინდა რომ მოგცეთ სიღრმისეული ხედვა მაქსიმალურად ობიექტურად თუ რა ხდება რეალურად სინამდვილეში. ჩვენ შევადარებთ N8-ისა და კლოდ-კოდის პლატფორმებს AI აგენტური ნაკადების შექმნის კუთხით და ვეცდებით რომ ყველანაირი ისეთი სტერეოტიპული შეხედულება თუ კი რამე გაჩნდა, ყველაფერი დავამსხვრიოთ და მაქსიმალურად ობიექტურად მიმოვიხილოთ ყველაფერი. მოდი კიდევ ორი სიტყვით ვახსენოთ თუ რა მოხდა წინა თვეებში. პირველ რიგში, კლოდ-კოდმა განიცადა რაღაცა ჰიპერ პროგრესი, რადგანაც გამოვიდა Opus 4.6, ძალიან ძლიერი მოდელი, უამრავი ფუნქციონალი, როგორც გითხარით, agent team-ი მათ შორის, ხოლო რაც შეეხება N8-ს, N8-მაც არ დააყოვნა, ფეხი აუწყო და გამოუშვა თავისი ახალი განახლებული მოდელი, რითაც ვიზუალური ბილდერიდან ჩათვალეთ მთლიანად გარდაიქმნა აგენტური ორკესტრირების ფენად. ავტომატიზაცია საბოლოოდ შეიცვალა, უბრალოდ გადავიდა აბსოლუტურად სხვა სიფრთხეზე, მოსცედა რაღაცა მარტივი ტრიგერი მოქმედების ფორმას. ჩვენ ვაშენებთ სისტემებს, რომლებიც თავად ფიქრობენ, გეგმავენ და იღებენ გადაწყვეტილებებს. მოდით სიღრმისეული მსჯელობა დავიწყოთ ჯერ კლოდ-კოდის შესახებ, რადგანაც ყველაზე დიდი ჰაიპი ამას მოჰყვა და მეც მათ შორის და დანარჩენი მთელი მსოფლიოც ამაზე ვსაუბრობთ მოკლედ. ეს არ არის უბრალოდ ჩატი, მეგობრებო, ეს არის AI native ავტონომიური დეველოპერი, რომელიც პირდაპირ ჩვენს კომპიუტერში, ჩვენს ტერმინალშია განთავსებული. ან უბრალოდ VS Code-ში, ან კურსორში, ან რომელიმე სხვა კოდ ედიტორში, თუნდაც Google Antigravity-ში, ან მაგალითად უბრალოდ Cloud Desktop App-ში, სადაც არის ეს განყოფილება და ცდილობენ ძალიან განავითარონ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მას შეუძლია წაიკითხოს ფაილები, გაუშვას ბრძანებები და დაწეროს კოდი ავტონომიურად. ჯამურად რომ შევაფასოთ, მეგობრებო, კლოდ-კოდზე შეგვიძლია ვთქვათ ასეთი ტერმინი, რომ მას აქვს high value და low volume. ანუ ის არის შესანიშნავი ხელსაწყო მაღალი ღირებულების და დაბალი მოცულობის ამოცანებისთვის. მაგალითად, როცა გინდათ დაწეროთ რთული პროგრამული უზრუნველყოფა, შექმნათ მორგებული სკრიპტი, ან უბრალოდ გააკეთოთ კოდის რეფაქტორინგი. თუმცა, როცა მიდგება საქმე ბიზნესის ყოველდღიურ ამოცანებზე, მეგობრებო, ამ შემთხვევაში ცოტა მოიკოჭლებს კლოდი, რაღაცა ბარიერებს აწყდება ხოლმე. უბრალოდ შეიძლება არც მოიკოჭლოს, ჯამურად მე გამიკეთებია და ასე ვთქვათ, კეთდება ეს ამბავი, რომ ამ შემთხვევაში სუპერი იყოს და იდეალურად გავაკეთებინოთ. უბრალოდ ამ შემთხვევაში მოითხოვს ცოტა მეტ დროს დასტაბილურებისთვის ეს-ერთი და ღრმა პროგრამული ინჟინერიის ცოდნას, კოდის ღრმა ცოდნას, რომ კარგად გაართვა თავი და ძალიან არ გაგეწელოს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ N8-ით რასაც გავაკეთებთ, იგივე შედეგი შეგვიძლია აბსოლუტურად მივიღოთ და ბევრად მეტიც კლოდ-კოდის გამოყენებით, თუმცა დასტაბილურება ასეთ ყოველდღიურ ამოცანებში შეიძლება უფრო გაგვეწელოს და ჩვენი მაღალი კომპეტენცია საჭირო ამ მიმართულებით. ასევე ერთი ფაქტორი არის უბრალოდ ფასი და ტოკენების წვა, რაც კლოდის მტკივნეული წერტილია. ფაქტობრივად $20 პაკეტით ვერ იმუშავებთ, ან თუ იმუშავებთ, ძალიან გაგეწერებათ, იმიტომ რომ ხშირ-ხშირად დაგალიმიტებთ. არა თუ $20 პაკეტით, თუ რამდენიმე პროექტზე და ძალიან სიღრმისეულად მუშაობთ, $100 პაკეტიც არ გეყოფათ და მეცაც გეტყვით, მე $200 პაკეტი მაქვს გამოწერილი და მე ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობ და მეც არ მყოფნის ზოგჯერ, მაგრამ ჩემი შემთხვევა არ იქნება საუკეთესო მაგალითი, რადგან
რადგანაც მე მართლა ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობ, ბევრ ტესტებს ვატარებ და ვასწავლე ჯგუფებს კლოდ-კოდის გამოყენებას, აქედან გამომდინარე მე არ გამოდგები საუკეთესო მაგალითად. $100 და $200 პაკეტი საბოლოო ჯამში არის მაღალი ღირებულების მატარებელი, ანუ კარგად შეიძლება ძალიან მოხმარება. როცა ჩვენ გვინდა ისეთი აგენტის შექმნა, მეგობრებო, როგორიც არის მაგალითად L-post-ის სორტირება ყოველდღიურად, ან CRM-ის სინქრონიზაცია, ასეთი ყოველდღიური ბიზნეს დავალებები და ამოცანები, ამ შემთხვევაში, მეგობრებო, შეგვიძლია რომ N8-ში ავაწყოთ ეს ყველაფერი, რადგანაც ბევრად უფრო დაბალი ხარჯით შეგვიძლია გავაკეთოთ ეს და არ დაგვიჯდეს სიტყვაზე $200 ან თუნდაც $100. საერთოდ უფასოთაც კი ან ძალიან დაბალ ფასათაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი N8-ის გამოყენებით. ოღონდ მასაც რაღაცა თავისი მინუსებიც გააჩნია, რომელსაც ცოტა ხანში განვიხილავთ. არის მეორე მომენტიც, კლოდ-კოდის შემთხვევაში, მეგობრებო, გჭირდებათ ინფრასტრუქტურა, რადგანაც ფიზიკურად კლოდ-კოდი კოდს კი გვიწერს, მაგრამ მერე სადღაც უნდა განთავსდეს ეს კოდი და ამისთვის გჭირდება ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალიან კარგად და შესაბამისად უნდა უზრუნველყოთ რაღაცნაირად სერვერი, მონაცემთა ბაზა, უსაფრთხოების მართვა, API-ების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერში თუ გაერკვევით და ჩაუღრმავდებით, იდეალურია, ძალიან კარგია, უბრალოდ რაღაცა მომენტში შეიძლება საბოლოო ამოცანის გადაწყვეტა იყოს პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, ეს უნდა განვასხვაოთ და ვიცოდეთ რა დროს რაზე დავდოთ ფსონი. იმიტომ რომ დეველოპერებისთვის ეს 2x2-4-ია ძალიან მარტივია, მაგრამ სტანდარტული ბიზნეს მომხმარებლებისთვის ზოგჯერ ეს უბრალოდ კოშმარია. და აი აქ უკვე შემოდის ჩვენი ცნობილი დიდი ხნის ძალიან ძლიერი პლატფორმა N8-ი, რომელსაც ასევე გააჩნია თავისი უპირატესობები და ღირსებები და ასევე თავისი შეზღუდვები და გარკვეული ლიმიტაციები. ერთი რამე მინდა ცალსახად გითხრათ. თუ ვინმე გეტყვით, მეგობრებო, რომ N8-ი მოკვდა და დღეს ცოცხალი აღარ არის კლოდ-კოდის გამო, ჩათვალეთ, რომ აზრზე არ არის თემის, ვერ ერკვევა სიტუაციაში, უბრალოდ არ იცის რა ხდება რეალურ ბიზნეს სექტორში. თუ ვინმე გეტყვით, მეგობრებო, რომ კლოდ-კოდისა და N8-ის გარდა რაღაცა ძველი ის ავტომატიზაციების პლატფორმები კიდე რაღაცნაირად რელევანტურია, ჩათვალეთ ისიც გატყუებთ და ისიც აზრზე არ არის რა ხდება დღეს სამყაროში. და მესამე, თუ ვინმე გეტყვით ასევე, რომ N8-ი ან კლოდ-კოდში ვაიბ კოდერობა უფრო ძლიერი რამაა, ვიდრე პროფესიონალური პროგრამული ინჟინერი, რომელიც კოდის დონეზე დაწერს და ააგებს ყველაფერს და გამართავს კოდის დონეზე საფუძვლიანად ყველაფერს, ჩათვალეთ ეს მესამე ვარიანტიც, აზრზე არ არის ეს ადამიანი, ან განგებ გატყუებთ რაღაცას. მოკლედ, დაახლოებით ხვდებით, მე მგონი რა სიტუაციაც არის, ჯამურად N8-ი და კლოდ-კოდში, არა პროგრამული ინჟინერისთვის, ვაიბ კოდერობა, ასე ვთქვათ, აგენტებისა და web development-ის მიმართულებით კარგია, საკმაოდ ხელშესახებია, ბევრად ჯობია იმ ავტომატიზაციის რაღაცა ძველ პლატფორმებს, რომლებიც ადრე არსებობდა ეხლაც არსებობს, უბრალოდ არაფრის მომცემი არაა ჩემი აზრით ამათთან შედარებით. იმათ ბევრად სჯობია და მართლა ისეთია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, იმუშაო ყოველდღიურად, თუმცა კოდს საბოლოოდ და საფუძვლიან პროგრამული ინჟინერის მიდგომას ვერაფერი ვერ შეცვლის ჯერჯერობით ამ მომენტისთვის. ასეა ეს სიტუაცია. დაუბრუნდეთ ამ ლირიული გადახვევიდან N8-ს ისევ. თუ კლოდ-კოდზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის high value და low volume, N8-ის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის high volume და low value. ამ ტიპის ამოცანების მეფე ჩათვალეთ. N8-ს გააჩნია LangChain-ის ბუნებრივი ინტეგრაცია, რაც უკვე პროგრამული კოდის ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გულისხმობს. თქვენ არ გჭირდებათ API მოთხოვნების ხელით დაწერა. N8-ში არსებობს პირდაპირი კვანძები მეხსიერებისთვის, ვექტორული ბაზებისთვის, Pinecone მაგალითად, მოძიებით გაძლიერებული გენერაციებისთვის, იგივე RAG სისტემა, ანუ Retrieval Augmented Generation და უბრალოდ გარკვეული ინსტრუმენტებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, რომ N8-ში ნებისმიერი სამუშაო ნაკადი უბრალოდ ვაქციოთ ინსტრუმენტად და გადავცეთ აგენტს, რომელმაც თავად იცის როდის და როგორ გამოიყენოს ის. ფაქტობრივად ამ წუთის მდგომარეობით N8-ი მაინც შეუცვლელია ბევრ დავალებასთან და ბევრ სიტუაციასთან მიმართებით. აგენტურ სამუშაო ნაკადებში, როდესაც აგენტი იბნევა, ხშირად ხდება ეს, მეგობრებო. N8-ის საშუალებას გვაძლევს ძალიან კარგად ვაკონტროლოთ ჩვენ ეს სიტუაცია და ვმართოთ.
ყოველი ნაბიჯი. მარტივად შეგვიძლია დავამატოთ ადამიანი მარყუშში, ანუ იგივე human in the loop, რაც საშუალებას გვაძლევს და ბერკეტებს გვაძლევს მართვის. ეს არის უბრალოდ მექანიზმი, რომ ჩვენ გარეშე აგენტმა უბრალოდ არ მიიღოს არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჩვენ დაუდასტუროთ ყველანაირი სერიოზული დავალება. ნუ ამის გაკეთება, მეგობრებო, როგორც გითხარით, კლოდკოდში შეიძლება უბრალოდ იქ ცოტა უფრო რთულად ხდება ეს ყველაფერი, უფრო სწორად კოდი იწერება, სხვანაირი ტიპის მოცულობაა და უფრო მოწყვლადია ეს საკითხი. მეორე უპირატესობა და ღირსება ის არის, რომ open source-ია, N8-ი, შეგვიძლია გადმოვწეროთ, თვით ჰოსტირება გავაკეთოთ, ჩვენი მონაცემები მთლიანად უსაფრთხო გარემოში ვამყოფოთ და მხოლოდ სერვერის ჰოსტინგისთვის გადავიხადოთ თანხა. და ბოლოს ჩვენ მიერ შექმნილი სამუშაო აგენტმა შეუძლია ძალიან ბევრნაირი ოპერაცია გაუშვას ყოველი თვის მანძილზე. ასევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია, chat hub ეს დაემატა N8-ს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სამუშაო ნაკადებს ვესაუბროთ ცალკე პროფილით, ახლა რაც ჩანს ამ ვიდეოში. ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება უბრალოდ საუბარი ჩვენს აგენტთან, არ არის ყოველთვის გამოყოფილი საკომუნიკაციო არხი ამისთვის Telegram-ი ან რაღაცა, შეიძლება სხვა ტიპის იყოს სამუშაო ნაკადი და რო არ მოუწიოს თითოეულ მომხმარებელს უშუალოდ სამუშაო ნაკადში შესვლა თუ მის მიერ არ არის აწყობილი და დეველოპერის ან სხვა ადამიანის მიერ აწყობილი, ადამიანი ბიზნეს მომხმარებელი შეუძლია შევიდეს პლატფორმაზე, გახსნას ეს chat hub და ესაუბროს კონკრეტულ აგენტურ სამუშაო ნაკადებს. ანუ ამით ჩვენ არატექნიკურ თანამშრომელს ვაძლევთ ჩატის ფანჯარას, რომ მოიხმაროს ძალიან კარგად. ასე რომ რომელი უნდა მოიხმაროს ადამიანმა რეალურად ამ წუთში კლოდკოდი თუ N8-ი ცალსახა პასუხი ამაზე ნამდვილად არ არსებობს, კითხვა ცოტა სხვანაირად დასასმელი რეალურად. კითხვა უნდა იყოს ჩემი აზრით უფრო რომელი როდის შეიძლება გამოვიყენოთ. და აქ შემოდის უკვე ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელსაც ქვია სამშრიანი ავტომატიზაციის სტეკი. 3-layer automation stack. და ეს გულისხმობს შემდეგს, რაც რეალურად გავრცელდა 2026 წელს და ბევრი კომპანია ამას აკეთებს. N8-ს მეგობრებო, ჩვენ ვიყენებთ როგორც სისტემის დედაპლატას, ანუ როგორც ინფრასტრუქტურას. ეს არის ჩვენი სერვერი, ჩვენი API-ების მენეჯერი და ჩვენი მონაცემთა ბაზა. ხოლო კლოდკოდს ვიყენებთ როგორც ჩვენს ჭკვიან დეველოპერს. ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ კლოდკოდი N8-ს MCP სერვერის გავლით, რომელიც ჩვენ აქამდეც გვისაუბრია, ეს არის ჩათვალეთ გარკვეული დამაკავშირებელი ხიდი, აი ასე აღვიქვით, ცოტა უფრო რთულად, საქმე და ცოტა უფრო ბევრ რაღაცას მოიცავს და ბევრ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ესეც საკმარისია, სანამ უფრო შემდეგ ჩაუღრმავდებით ამ თემას. დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ კლოდკოდის ჩატში, კლოდკოდის გამოყენებით ჩვენ გარკვეული ოპერაციები შევასრულოთ N8-ში. MCP იგივე model context protocol. MCP-ს links მე დაგიტოვებთ აღწერაში. ახლა თქვენ ხედავთ თუ როგორ შეიძლება უბრალოდ ჩაისვას და მიეცეს კლოდკოდს, რომ გააქტიუროს ეს MCP სერვერი, თავის თავში მოახდინოს ამისი ინტეგრაცია და აქვე ერთი დამატება N8-ის სკილები, ესეც აუცილებელია და ამასაც ჩავდებ აღწერაში, ესეც მიეცეთ აუცილებლად, რომ N8-ზე იცოდეს სპეციფიკები. ხო, კლოდკოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც გითხარით, კლოდის გადმოწერილი desktop app-ში და ასევე VS Code-ში, ასევე სხვაგანაც შესაბამისად კლოდი სადაც ხდება, შეგვიძლია ყველგან გავააქტიურებინოთ ეს N8-ის MCP და სკილები. ანუ ჩვენ ვაზუსტებთ რა flow გვინდა, მაგალითად ვეუბნებით კლოდკოდს, რომ შეიმუშავე რთული ლოგიკა კლიენტთა მონაცემების გასაფილტრად, კლოდკოდი წერს უბრალოდ JavaScript-ის კოდს და პირდაპირ ჩააშენებს ჩვენს N8-ში. რომ შევაჯამოთ რამდენიმე წინადადებით, ანუ თუ ჩვენ გვინდა ჩვენი შიდა ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული პოსტის დახარისხება, RAG სისტემები, რაზეც ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ ძალიან ბევრი, ასობით აპლიკაციის ერთმანეთთან დაკავშირება, Slack-ი, გარკვეული CRM სისტემები, მონაცემთა ბაზები და სხვა. ამ შემთხვევაში ასეთი დავალებებისთვის N8-ი რჩება უალტერნატივად და ძალიან ძლიერ ინსტრუმენტად. ხოლო თუ ჩვენ გვინდა ახალი პლატფორმების, რთული ალგორითმების შექმნა ნულიდან. აქ შემთხვევაში კლოდკოდი არის უალტერნატივა. ამ სიტუაციაში რა იქნება ხვალ და ზეგ ისეთი დინამიურია სამყარო
AI-სთან მიმართებით, მეგობრებო, ნამდვილად ვერ გეტყვით, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. შეიძლება ამავე ტუტორიალშივე გაჩვენოთ რაღაცა ერთი აგენტური ნაკადის შექმნა კლოდ-კოდის გავლით, თუ ეხლა არა, შემდეგ ტუტორიალებში მაინც აუცილებლად გაჩვენებთ, იმიტომ რომ მართლა უნდა დაუჩქარო უკვე ძალიან ბევრი ტუტორიალი დამიგროვდა ჩასაწერი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გირჩევთ, რომ აუცილებლად სადოთ ამ ტუტორიალის დასრულების შემდეგ აღწერაში იქნება ბმულები და დაიწყოთ ამისი დატესტვა და შექმნა თქვენი სამუშაო ნაკადების. ისეთების, რომელიც იქნება სტაბილური, ეკონომიური და ბიზნესისთვის ღირებული რეალური შედეგების მომტანი. ანუ რეალურად მთელ ამ პროცესმა კლოდ-კოდის დახმარებით N8-ში მოღვაწეობამ ჩვენ ბევრი საათის საქმე კიდევ უფრო გაგვიმარტივა და კიდევ უფრო ძლიერი შედეგები მოგცა. და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ბოლო თემაზე, საბოლოო შეჯამებაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის კორპორატიული უსაფრთხოება, compliance და მონაცემთა უსაფრთხოებისა და მართვის საკითხები, რაც როცა ვსაუბრობთ ჩვენ N8-ზე და კლოდ-კოდზე, ყველაზე გასათვალისწინებელი მომენტია, რადგანაც ორივე ხელსაწყოს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ზუსტად ორგანიზაციულ მასშტაბში, ორგანიზაციულ პერსპექტივიდან გვაინტერესებს ჩვენ ეს საკითხები, აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი თემები არის ალბათ გადამწყვეტი და ნომერ პირველი, რაც არ უნდა მაგარი სამუშაო ნაკადები გქონდეს, მაგარი აგენტები გყავდეს, თუ ჩვენ არ გვაქვს ეს თემა მოგვარებული, არაფრად არ ღირს მოკლედ, რო ვთქვათ ეს ამბავი. როგორც ყოველთვის, საწარმოო გარემოში, enterprise გარემოში არის სხვადასხვა სტანდარტი, რასაც იცავენ ორგანიზაციები, უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც ხშირად დგას ტექნიკურ მახასიათებლებზე უფრო მაღლა. N8-ის ღია კოდის ბუნება, რადგანაც ის open source-ია, ამ სიტუაციაში უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ კლოდ-კოდის გაშვებაც შეგვიძლია ორგანიზაციულ მასშტაბში აბსოლუტურად ლოკალურად, ოლამას გამოყენებით, თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ძლიერი კომპიუტერი უნდა გქონდეს, ძალიან კარგი მოდელი უნდა გადმოვწეროთ ამის გასაშვებად და მოკლედ ბევრი მომენტია, რაც ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. ხოლო N8-ი შეგვიძლია უფრო მარტივად განვათავსოთ ლოკალზე, ჩვენ სერვერზე, on-premise გავუშვათ, self-hosted, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის ორგანიზაციის კრიტიკული ბიზნეს მონაცემები არასდროს დატოვებს იმ გარემოს. შიდა ქსელს. გარდა იმ სპეციფიკური გაფილტრული ინფორმაციისა, რომელიც განზრახ იგზავნება ხოლმე LLM პროვაიდერებთან კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. დამატებით N8-ი ასევე უზრუნველყოფს როლებზე დაფუძნებულ წტომის კონტროლს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალური აუდიტის ჟურნალებს, რომ გავიგოთ რა ხდება ჩვენს აგენტურ სამუშაო ნაკადში და ყოველი ნაბიჯის შესრულების უწყვეტ ისტორიას. ეს პუნქტები, რაც ჩამოვთვალე, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების აუდიტორებისთვის. როგორც გითხარით, უკვე ზემოთ N8-ში ჩაშენებული ადამიანის მარკუსში Human in the Loop ფუნქციონალი და ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურად ვერ განახორციელებს მაღალი დონის ოპერაციას, რამაც შეიძლება საბოლოოდ პრობლემა შეგვიქმნას. ჩვენი ჩარევის გარეშე. მაგალითად, მასობრივი ფინანსური ტრანზაქციები. მას სჭირდება ჩვენი საბოლოო დადასტურება. რაც შეეხება ანთროპიკის კლოდს, ანთროპიკის კლოდი ზოგადად უსაფრთხოების ასე ვთქვათ, კომუნიკაციით გამოირჩევა, რომ ძალიან უსაფრთხო მოდელია, ძალიან ისეთი მაღალ დონეზე აქვს ეს საკითხი დაყენებული, თუმცა, კითხვის ნიშნები ძალსახად არსებობს ამ მოდელთან დაკავშირებითაც. რადგანაც ის წარმოადგენს ღრუბლოვან API-ზე დამოკიდებულ სისტემას. მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად, აგენტს უნდა ჰქონდეს ფართო წვდომა დეველოპერის ლოკალურ დირექტორიასა და ტერმინალზე. აქაც შეგვიძლია ნებართვების მკაცრი განსაზღვრა. სხვადასხვა დონეზე, თუ კი ისეთ სპეციფიურ ბანკში ან სხვა სიტუაციაში ვართ. მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი ორგანიზაციებისთვის საცავებზე მესამე პირის წვდომა ხშირად ძალიან მიუღებელ რისკს წარმოადგენს. ანუ N8 და კლოდ-კოდი წარმოადგენს არა ურთიერთგამომრიცხაო პლატფორმებს, არამედ პირიქით ურთიერთშემავსებელ პლატფორმებს 2026 წელს დღის მდგომარეობით, რის ცოდნაც გვჭირდება როგორც ერთის, ასევე მეორეს. გვჭირდება ამ ორ პლატფორმას შორის სინერგია. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ სამშრიანი ავტომატიზაციის სტეკი, რაც უკვე ავხსენეთ ზემოთ. ამ არქიტექტურაში N8 ასრულებს ინფრასტრუქტურული წებოსა და ჰოსტინგის როლს, ხოლო კლოდ-კოდი მოქმედებს როგორც მთავარი ინტელექტუალური დეველოპერი. როგორც უკვე გითხარით, N8 იყენებს MCP სერვერსა და სპეციალურ ბიბლიოთეკებს N8 Skills
რათა კლოდკოდს მივანიჭოთ პირდაპირ წვდომა N10-ზე ღრუბლებში ან N10-ზე, რომელიც ლოკალურად გვექნება გაშვებული. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავშლით და გიჩვენებთ, წარმოგიდგენთ და ამ ყველაფერს თქვენი ხელით გააკეთებთ. ეს შერწყმა და სინერგია საბოლოო ჯამში აგვარებს ორივე სისტემის ნაკლოვანებებს. ანეიტრალებს მაგალითად კლოდკოდის ჰოსტინგის პრობლემას და მონაცემთა ბაზის მართვის სირთულეებს. რადგანაც შეგვიძლია N10 ვამუშაოთ დახურულ Docker კონტეინერში მაგალითად. ასევე კლოდკოდ შეუძლია გაამდიდროს ძალიან მარტივად ჩვენთვის მოკლე ხანში N10-ის ვიზუალური ლოგიკა ძალიან მაღალ დონეზე. რეალურად ამ სიტუაციაში უწყვეტი ციკლი გვაქვს, კლოდკოდი წერს კოდს, უგზავნის N10-ს, ის ამოწმებს, ტესტავს, თუ კი რაიმე ხარვეზია უბრუნებს უკან კლოდკოდს, ეს ისევ ასწორებს და მოკლედ ვიღებთ საბოლოოდ წარმატებულ შედეგს. საბოლოოდ კიდევ აი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი რომ განვიხილოთ და მივხვდეთ თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ ამ ორ პლატფორმას შორის გარკვეული არჩევანი გარკვეულ სიტუაციებში, ასეთი დიქოტომია გვჭირდება რომ განვიხილოთ, ესეთი შეპირისპირება ერთმანეთთან, ამოცანების სტრატეგიული შეპირისპირება, დაპირისპირება ერთმანეთთან, როგორც ითქმის, მოცულობა ღირებულების წინააღმდეგ, როგორც ზემოთ გითხარით, volume and value. აი ეს ამ კონტექსტში და ამ პრიზმიდან გვჭირდება რომ განვიხილოთ ეს თემა. ანუ შესრულების მოცულობა ერთი კრიტერიუმი, ხოლო მეორე კრიტერიუმი თითოეული ოპერაციის ინდივიდუალური ღირებულება. რაც თქვით N10-ზე, ანუ თქვით რომ ეს არის მაღალი მოცულობისა და დაბალი ინდივიდუალური ღირებულების მატარებელი, ეს პლატფორმა, აი ეს ჩავშალოთ მოდი კიდევ ორი სიტყვით რომ დაბნეულობა არ გამოიწვიოს, თუ რას გულისხმობს high volume and low value. ჩამოვთვალოთ პირდაპირ. შემომავალი ინფორმაციების უწყვეტი სკრინინგი, CRM პლატფორმების სინქრონიზაცია, მონაცემთა ექსტრაქცია, იგივე სკრაპინგი, მარტივი შეტყობინებების მარშრუტიზაცია, პირველადი ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა ამგვარი ძალიან ხშირად გამოყენებადი, მაგრამ შედარებით მარტივი მოცულობის ტასკები. ასეთი ამოცანები დღის მანძილზე ძალიან ბევრჯერ ასობით და ათასობით მეორდება და შეცდომის რისკის ფასი არც თუ ისე მაღალია. ამ ტიპის სცენარებში N10 უპირობო ლიდერია. მისი ვიზუალური დაფა, როგორც ვაწყობთ კვანძებით, იძლევა ათასობით ასეთი ოპერაციის გაშვების საშუალებას საკმაოდ დაბალ ფასად. ან საერთოდ უფასოდ. და არა თუ დაბალ ფასად, არამედ მარტივად სამართავად. როგორც გითხარით, თუ თვითჰოსტირებული გვაქვს N10, ამ შემთხვევაში ჩვენი ხარჯი უკვე ფაქტობრივად ნულია. რაც შეეხება კლოდკოდს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის მაღალი ინდივიდუალური ღირებულების მატარებელი, თუმცა დაბალი მოცულობის ასეთი ტიპის დავალებები. High value and low volume tasks. ამ კატეგორიაში იგულისხმება ზუსტად ისეთი ამოცანები, სადაც ხარისხი და კომპლექსური მსჯელობა ჩათვალეთ, რომ არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი ვებ აპლიკაციის არქიტექტურის შექმნა. ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე მთლიანი სისტემის ინტეგრაცია. მრავალსაფეხურიანი ანალიტიკური კვლევები. ასეთი დავალებების შესრულებისას მცირე შეცდომაც კი შეიძლება ძალიან პრობლემური აღმოჩნდეს. თუმცა როგორც გითხარით, ხარჯების თემა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ასეთ დიდ ოპერაციებს agent teams რაც განვიხილეთ, ისინი უფრო კარგად ასრულებენ, უბრალოდ გჭირდებათ ძალიან დიდი ხარჯები, ანუ ყოველთვიური ძალიან მაღალი დონის გამოწერა. თუმცა რაღაც მომენტებში გიღირთ ნამდვილად, იმიტომ რომ ეს დანახარჯი ფარავს იმ ღირებულებას, რასაც იღებთ. რო შევაჯამოთ საბოლოოდ და პირნათლად ვთქვათ, 20-26 წლის თებერვლის მონაცემებით და მდგომარეობით ტექნიკური არქიტექტურის, ეკონომიკური მოდელების, სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და მათი მნიშვნელობით, ესე ვთქვათ, რაღაცა ყოვლისმომცველი და საბოლოო ანალიზი რო გავაკეთოთ, ერთი რომელიმე პლატფორმაზე ვერ ვიტყვით, რომ ყველა კონტექსტში არის იდეალური განსხვავდება დეტალებიდან გამომდინარე. დამოკიდებულია მომხმარებლის პროფილზე, ორგანიზაციის მასშტაბზე და კონკრეტული ამოცანების სპეციფიკაზე. კიდევ ერთხელ, თუ მიზანია ციფრული პროდუქტების ნულიდან აგება და შექმნა, მაგ შემთხვევაში მასშტაბური კოდის მართვა საჭირო და რთული ალგორითმების ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე კლოდკოდი თან Max პაკეტი არის იდეალური ამ შემთხვევაში. მისი აგენტების გუნდი და მისი ადაპტური აზროვნების შესაძლებლობა, რომელიც ძალიან განვითარდა ამ ბოლოს, ძალიან მაგარია ამ შემთხვევაში.
ინჟინერის პროდუქტიულობას ზრდის ძალიან მაღალ დონეზე. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ისახავენ მიზნად, ასე ვთქვათ, არსებული პროცესების სხვადასხვა დეპარტამენტში, HR-ი, კლიენტთა მომსახურება, გაყიდვები, ავტომატიზაციას და სხვადასხვა API სისტემების ინტეგრაციას ამ თავიანთ სისტემაში, ამ შემთხვევაში გვინდა არ გვინდა N8-ი არის საუკეთესო ვარიანტი. ნუ რატომ არ უნდა გვინდოდეს, უბრალოდ ცოტა სირთულეებთან არის ჯამურად დაკავშირებული, რომ Cloud Code-დან იყენებდეთ ჩემი მთავარი რეკომენდაცია და რჩევაა, რომ გაერკვეთ ამ პლატფორმაში აზრობრივად და შინაარსობრივად, რათა თქვენი ხელითაც მოახდინოთ მერე მანიპულირება და რეგულირება მართვა ყველაფრის მთელი აგენტური ნაკადის, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველთვის Cloud Code ვერ დაგეხმაროთ ყველა მომენტში 100%-ით. LangChain-ის ინტეგრაცია მუდმივი მეხსიერება, Chat Hub-ი უზრუნველყოფს ძლიერ აგენტურ შესაძლებლობებს N8-ისთვის. კოდის ღრმა ცოდნის გარეშე და დაბალი ღირებულებით. თუმცა ამითი დავასრულებ მსჯელობას და საუბარს, რომ ჰიბრიდული მიდგომა, რაც წეღან კითხარით, სამშრიანი ავტომატიზაცია არის საუკეთესო ვარიანტი. არც მარტო ერთი პლატფორმა, არც მარტო მეორე პლატფორმა, არამედ შერეულად. საბოლოო ჯამში, სუბოლოო წინადადება და ეს არის აგენტური ეკოსისტემების დანერგვა წარმატებით ორგანიზაციულ მასშტაბში, მეგობრებო, განისაზღვრება არა მხოლოდ ტექნოლოგიის სიმძლავრით, არამედ მათი ძალიან სწორი მორგებით საოპერაციო მოცულობებთან და თავარი უსაფრთხოების რისკის პოლიტიკასთან. მოკლედ, მინდოდა გამეგრძელებინა დღეს უფრო ფართო და ისეთი გრძელი ტუტორიალი გამომსვლოდა, მაგრამ ძალიან გადატვირთული ვარ სამწუხაროდ და ვერ ვახერხებ ბოლომდე ჩაყოლას ყველაფერი, რაც მინდოდა, მაგრამ გპირდებით, მეგობრებო, მართლა ძალიან დაუჩქარებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევწყვიტო და პირიქით უფრო და უფრო გავაუმჯობესო და ცალკე Cloud Code-ის თემებს შემოგთავაზებთ. შეიძლება შედარებით მცირე ტუტორიალები, მაგრამ აუცილებლად ჩავიწერ, რომ 30 წუთიანი იყოს, 40 წუთიანი, ცალკე N8-ზე განვაგრძობ, უკვე მომზადებული მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და მოკლედ ძალიან ბევრ საკითხში გაგარკვევთ. მაქამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უბრალოდ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაიწყოთ დატესტვა, იმიტომ რომ მარტო ჩემი ახსნა არ უშველის საქმეს, თუ თქვენ არ დატესტავთ, შეგიძლიათ პირადადაც მომწეროთ ნებისმიერ არხზე, LinkedIn-ი, Facebook-ი, TikTok თუ რამე შემიძლია ყველაფრით დაგეხმარებით. გისურვებთ წარმატებას, გამოგვიწერეთ აუცილებლად და დამიტოვეთ უკავშირი, ძალიან გამახარებთ.